ეთერში ვართ. გამარჯობათ, მეგობრებო, ჩვენო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. თქვენს წინაშე ვართ თქვენთვის ნაცნობი სახეები, ბატონები გეგა ხვედელიძე, თორნიკე კივილაძე და მე ბექა თაუბერი კაპანაძე. მოგეხსენებათ თითოეული დღე ამ სტუდიიდან ჩართვისა და мотивация საერთოდ ამ სტუდიის ასეთი სახით ფუნქციონირებისა, რასაც ახსნა განმარტება არ სჭირდება. შეიძლება მოკლედ ითქვას კიდევ რაღაც შეხსენების კუთხით თუნდაც, ვისაც რაღაც რაიმე დაავიწყდა, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი დღევანდელი ყოვლის მომცველი და თან განვითარებადი ტრაგიზმი, რომელიც როდის დაიწყო უკვე შეიძლება არც კონდეს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ დიდი ხანია, რაც დაწყებულია, დიახ, 20 წელსზე მეტიც შეიძლება ითქვას. მე თუ მკითხავთ, გეტყვით, რომ 90-იანებიდან, დიახ, თლად წიაღსვლებში ნუწავალთ, თორე ძალიან ბევრ ქართულ სირცხვილს ვნახავთ, რომელნიც ქართულ სიქველეთ, ქართულ, ასე ვთქვათ, ერთგულებას და თავდადებას სასწორზე ვერასდროს გადაწონიდნენ თავისთავად, რადგან დღემდე ჩვენ ფიზიკურად ვერ მოვიდოდით. აი იმ უსახური, ასე ვთქვათ, პასაჟებისა და ნამოქმედარის ისტორიულ პირებს შეიძლება ესე ითქვას, ყავთ თავიანთი სულიერი მემკვიდრეები, მეგობრებო, ყავთ სამწუხაროდ, ვაი რომ საკმაოდ მრავლად დღევანდელობაშიც. აი დღეს ახლა კონკრეტულად წუხვართ ძალიან, თითქმის პულსი რა გითხრათ, მაგრამ აი ტემპერატურა აღარ ესინჯება. ციფერბლატზე ტემპერატურა აღარ ესინჯება დღევანდელ ეგრეთ წოდებულ ქართულ პოლიტიკას, ჯერ ეს რა ქართული პოლიტიკაა, მაგრამ დავუშვათ ასე ხომ, პირველი პირები ვინც არიან, ვინც პირველ პირობენ რა პოლიტიკასაც აწარმოებენ, ის არის სწორედაც ის რასაც გულისხმობდით ეხან, რომ მას ტემპერატურა აღარ ესინჯება, იმდენად გადასცდა, იმდენად მაღალია. მათ ყოველ ნამოქმედარში, მათ ლექსიკაში. კონკრეტულად ეს ადამიანები დამეთანხმებით ბიჭებო და ჩვენი ტელემაყურებელიც თავისთავად, იცით, თავიანთ ნასაუბრებს ერთმანეთში, თავიანთ სურვილებს აქცევენ კანონებად, რაც არის ერთგვარად დიქტატურა, ტოტალიტარიზმისკენ დიდი ნაბიჯიცვლა, ავტორიტარული, ასე ვთქვათ, მმართველობა, რომელიც კაი ხანია დაკანონდა, დამკვიდრდა ქვეყანაში. ამ რეჟიმის წინა რეჟიმიც ძალიან კარგად გვახსოვს და მათი მსახრალი ხელი დღესაც იარადრომ დაჩენია თელ, ასე ვთქვათ, ქართულ, როგორ გითხრათ, სხეულს და ქართულ ფსიქიკას. ეს ხალხი დღეს კიდევ ხელისუფლებაში რომ პოზიციონირებენ, ხომ, ასე რომ ფიქრობენ, რომ პოზიციონირებენ, სამართლიანობის აღდგენის ეგიდით აკეთებენ, თითქოს რასაც აკეთებენ. სამართლიანობის აღდგენასთან, მეგობრებო, არაფერი შეხება არ აქვს თქვენს მე ვერ დავარქმევ ინოვაციას, ჩვენ ინოვაციები ვიცით რას ნიშნავს, რას წარმოადგენს და რას უნდა წარმოადგენდეს. ალბათ უფრო პერფორმანსი. პერფორმანსიც ისეთი სიტყვაა, რომ თქვენი ნამოქმედარის შინაარსთან ძალზედ მეწოდება ამ სიტყვის, ამ დეფინიციის ხმარება. ანუ ის, რასაც თქვენ აკეთებთ, სამართლიანობის აღდგენასთან შეხება არ აქვს, მეგობრებო. პროკურატურა ის რო გიბარებს, თორნიკე, გეგა. და არ გამოცხადდი, ხო? მე მეორედ კიდევ გიბარებს, მას გაფრთხილება აქვს არსენალში. ასევე, თუ არ გამოცხადდები, რაც გაგაფრთხილა, იმას შეგისრულებს და ძალით მიყავ ხარ უკვე დაკითხვაზე. პროკურატურას ხას უსვამ, პატივცემულო, ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. და დღეს აქ რაღაც შექმნილ რაღაც კომისიაზე რომ არ გამოცხადდე, გიჭერენ ჩვეულებრივად გაპატიმრებენ. აი ამის გამო არ აქვს სამართლიანობის აღდგენასთან არანაირი კავშირი, რომ რა მუხლებით
რა мотивაციით აკავებთ იმ ადამიანებს, რომლებიც როგორ გითხრათ, პოლიტველზე დიდი ხანია ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის და არა მხოლოდ ჩვენთვის აღარ არსებობენ. დავიღალეთ უკვე იმის საუბრით, რომ აი როგორი ინტუბაცია გაუკეთეთ, როგორ გაწყობდათ ერთმანეთი, როგორი პოლიტქორწინება გაქვთ და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მაგრამ იცით, ვაი, რომ არ გქონდათ ეს ყველაფერი და კიდევ გრძელდება, იცით? აი ეს პოლიტელიტა, რომელსაც თქვენ როცა გინდათ მაშინ იყენებთ და ერთმანეთს კვებავთ და დღეს ციხეებში განამწესეთ, ძალზედ არასწორად მინდა გითხრათ. ეს არ გახლავთ სამართლიანობის აღდგენა. ეს არის წამებულის მანტიაში მათი გახვევა. ეს არის იმ ადამიანების კვლავ პოპულარიზაცია, რომელნიც ავტორიტეტით არ სარგებლობდნენ თუნდაც აი იმ ასე ვთქვათ ანტაგონიზმის ეპიცენტრში, სადაც ტრეგერნი და მებაირახტრენი უნდა ყოფილიყვნენ. იქ ობიექტურმა საღად მოაზროვნე εν რაოდენობით ახალგაზრდობამ ეს ამ ადამიანებს უთხრა გარკვევით და ცივილურად, რომ ეს არ არის ის ადგილი, სადაც თქვენ პოლიტიკური ქულები უნდა ეძებოთ. აქ ჩვენ არა მხარე, არამედ თავისუფალი საზოგადოება გსურს ეხლა გამოვხატოთ ის, რაც გამოიხატა, ხო? და რაც კიდევ გაგრძელდება. დღეს რა ხდება? დღეს ის ასე ვთქვათ ანტიპატია თუ ინდიფერენტიზმი ემპათიად გადააკეთეთ თქვენ მოსახლეობაში, ნაწილ ახალგაზრდობაში. წამებულის მანტიაში გახვიეთ პიროვნებები და ეს მე არ მაინტერესებს მაინც და მაინც გეგა ესენი ეხლა შეგნებულად მიდიან ამ ნაბიჯზე თუ შეუგნებლად. ეხლა შეგნებასე და შეუგნებლობაზე აქ ძნელია საუბარი, მათი ერუდიცია ყველა მიცის აბსოლუტურად, მხოლოდ მიმართულია ყველა ვექტორი მათი, ჯერ რამდენი გააჩნიათ, ეგეც საკითხავია, თავიანთ პირად გამდიდრებაზე რა, მხოლოდ და აქ ეხლა რა შედეგებს გამოიწვევს, ესა თუ ის ნაბიჯი მათი ხო, ნამოქმედარი, ნაკლებად და საერთოდ არ აღელვებთ. ამიტომ ნაკლებად ვინტერესდებით იმით, თქვენ გეგმავთ თუ არ გეგმავთ ვინმეს პოპულარიზაციას. შედეგი ბატონებო, ასეთია სწორედ და ძალზედ, ასე ვთქვათ, მკაფიოთ და დამაჯერებლად ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება საზოგადოებისათვის, რადგან ჩვენ საზოგადოებასთან გვაქვს ურთიერთობა და აქ სტუდიიდან არ ვურთიერთობთ მხოლოდ თქვენთან პატივცემულებო. ჩვენ შეხვედრები გვაქვს და კარჩაკეტილ მიუხედავად იმისა იზოლაციონისტურ ქვეყანაში ვცხოვრობთ დღესდღეობით. იზოლაციონიზმს ეს პოლიტერთობა, რა თქმა უნდა, არანაირად არ მიესალმება და ქვეყნის გარეთაც და ჩვენი ქვეყნის მაჯისცემას მიყურადებულნი ვერთვებით ხოლმე ამ სტუდიიდან და გიზიარებთ ჩვენს მოსაზრებას და თქვენს მოსაზრებებსაც ვისმენთ ხოლმე. მე მინდა კიდევ დავამატო, რომ იცით, რაც არ უნდა მოხდეს ახლა, გარე სამყარო ვიცით ჩვენ როგორი მართლაც ძალზედ მძიმედ ზოგჯერ ჩქარი ტემპით, მაგრამ მე ვამბობ საერთო შედეგებიდან გამომდინარე, კაცთაკლა როგორ შეიძლება მოგეწონოს, ხომ? არის ფთა და პოლიტიკოსთა ფთა ეწოდება სამწუხაროდ ამ ფთებს საქართველოში, რომლებიც მიესალმებიან ამ კაცთა კლას, რომ რა მაგარად მოიქცა ისრაელი, აქეთ ირანისტები როგორ ბობოქრობენ, რომ აქ ჩაკეტილი და ერთ კარში თამაში არ არის და ასე შემდეგ. მეგობრებო, ერთი სიტყვით გეტყვით რა ჩემს მოსაზრებას და ვფიქრობ დამეთანხმებიან ალბათ მეგობრები, ანუ ცოტა შესაძლოა სხვა მოსაზრება აქვთ. წმინდა მიწის დაბომბვას ჯერ ვერანაირად ვერ მივესალმები წმინდა მიწით манипуляტორ ფსევდოჰუმანისტებს, იქ ხელისუფლებებს რო წარმოადგენენ, რომლებიც ასევე კაცთაკვლით გამოირჩევიან, იქ სექტორშიც და აქ შორეულ აღმოსავლეთშიც თუ ახლო აღმოსავლეთშიც და საერთოდ არანაირი ომი და არანაირი ასე ვთქვათ, ხოცვა ადამიანთა არასდროს არ ყოფილა ქართული პოლიტიკის ასე ვთქვათ ავანგარდში და არც პარადიგმა ჩვენი მომავალი განვითარებისა. რაც შეეხება
თქვენს პოლიტიკას რაც მოიმუშაკეთ, ეს ის არის, რომ ყველა და ყოველი არის თქვენს ანტაგონისტურად განწყობილი და გასანქცირებთ. ეხლა დეპატები მიდის, ასე ვთქვათ, ბრიუსელშია, ხო არ ვცდები? სტრასბურგშია, კი ბატონო. და ასე ვთქვათ, ყველა ინსტანცია თითქმის ეს შეიძლება თქვენ არ გაინტერესებთ და ასე გამოხატავთ, მაგრამ ძალზედ გაინტერესებთ. თქვენ ერთი სული გაქვთ და ძალიან ასე ვთქვათ, წუხართ, რომ აი ის დასასვენებელი ადგილები და არა მხოლოდ მალიორკა დე პალმები, ბევრგან თქვენი ინტერესები ფინანსური კეთილდღეობითი ინტერესები, რამე თუ ფინანსები იმდენი დააგროვეთ და იმდენი მოიხვეჭეთ, რომ ამას ხომ დახარჯვა უნდა კაცო. და ისე ვაგრძელებთ, ხომ იგივე რელსებზე ყოფნას, ეს თქვენ ძალიან გაწუხებთ. განაქვეყნის უიღბლობა, უпростоრად გზასაცდენილობა და იზოლაციონიზმი. თქვენ გაწუხებთ, მაგრამ რა უნდა ქნათ, როცა უმრავლესი თქვენთაგანი არის საუბედუროდ პულტით მართული. დიახ, ერთი კაცისგან და მე დაწინაურებული ნაზირ ვეზირებისაგან, რა ვიცი, რა დავარქვა, ვინ არიან, ნაზირ ვეზირების გვარები მაინც გქონდეთ, კაცო. მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკის დამგამახსენდა, აი ნულოვანი ტოლერანტობა, გახსოვთ, ხო? ცუდად მყოფმა, ფსიქიურად ცუდად მყოფმა ადამიანმა თქვა ერთხელ და ჩვენ პრეზიდენტად ყავდა ის კაცი, გახსოვთ, ხო? კაცი პირობითად. დღეს საავადმყოფოში ყავთ ამათ გამოკეტილი. მან თქვა, რომ ნულოვანი ტოლერანტობაო, დიდი ტრიბუნიდან გამოაცხადა და ვიცით რა მიმართულებითაც და როგორ გამოიყენეს. მე ამის ასე ვთქვათ პარალელურად ვიტყოდი, თქვენ გაქვთ ნულოვანი დიპლომატია. ნულოვანი დიპლომატია. იქ სადაც დიპლომატია არათუ მოიკოჭლებს, არამედ საერთოდ მით უმეტეს, ასე ვთქვათ, ატროფირებულია. იქ რა თქმა უნდა იმ გუნდის ინტელექტზე, ერუდიციაზე, ეროვნულობაზე მეტადრე დიდი წიაღსვლა აღარ ჭირდება და არაა საჭირო საზოგადოებისათვის. გამიგრძელდა სიტყვა და უცხოური ამბები ძალზე დრამატიზირდა, ვიცით, თორნიკე და იქნებ დავიწყოთ თქვენი ჭირიმით. გამარჯობა პატივცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, მართლაც დრამატული პერიოდი იდგა უახლოესი ბოლო კვირების განმავლობაში მსოფლიოს წინაშე. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდა ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები, კერძოდ 12 დღიანი სამხედრო კონფლიქტი, ომი ისრაელსა და ირანს შორის და სხვადასხვა მხარეს სხვადასხვა განცხადებას აკეთებს და თქვენი ყურადღება მინდა რომ ამ განცხადებებზე შევაჩერო. ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა არის წითელი ხაზი შეერთებული შტატების, ისრაელისა და სრულიად ცივილიზებული სამყაროსათვის და თუ ეს მოხდება, ამას სათანადო რეაგირება მოხვდება. ანუ აქ საუბარია იმაზე, რომ თუ კი ირანი კვლავ გააგრძელებს ბირთვული იარაღის შექმნას, ამას მოყვება შესაბამისი რეაქცია. მისი თქმით, შტატები ბირთვული იარაღის შექმნას ირანის მიერ არ დაუშვებს, რადგან ეს უდიდეს დესტაბილიზაციას გამოიწვევს რეგიონში. სამხედრო დოქტრინაში პირდაპირ უწერია ისრაელს, რომ ის არ დაუშვებს, რომ ირანმა შექმნას ბირთვული იარაღი, ამას თავისი მიზეზები აქვს. რასაკვირველია, ბირთვული იარაღის მფლობელი ქვეყანა ძალიან სერიოზულ გავლენებს იძენს და შანტაჟისათვის ეძლევა ძალიან სერიოზული პირობები და ბუნებრივია ამას დაპირისპირებულ მხარეებს შორის მყოფი მხარე ისრაელი და ისრაელის მოკავშირე შეერთებული შტატები, რომელიც ასევე დაპირისპირებულია ირანთან, არ დაუშვებენ, რათა შემდგომ ეტაპზე ირანს არ მიეცეს ზეგავლენა მსოფლიო სამხედრო პოლიტიკურ პროცესებზე. აი თავის მხრივ კი ირანის თეოკრატიული სახელმწიფოს სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ 12 დღიან ომში ისრაელი და შეერთებული შტატები თურმე ირანთან დამარცხდა. მისი თქმით, ირანმა სილა გააწნა ამერიკას, ისრაელის მთავრობას ის უწოდებს სიონისტურ რეჟიმს და აგრეთვე აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ომში პირდაპირ ჩართვით შეეცადა აღნიშნული ძალის გადარჩენას, თუმცა ეს არ გამოვიდა. ცნობისთვის, როგორც აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, შტატებისთვის სილის გაწნა იმაში გამოიხატა, რომ
ირანმა დაბომბა ალ-უდეიდის საჰაერო ბაზა, რომელიც რეგიონში შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პლაცდარმი იყო. თეოკრატიული სახელმწიფოს სულიერმა ლიდერმა დასცინა, რომ თუ ირანის წინააღმდეგ შეტევა განახლდება, ქვეყანა თავდამსხმელებს საკადრის პასუხს გასცემს. საზოგადოება ფიქრობს, საზოგადოების ნაწილი უпростоრეთ, რომ ომი დამთავრდა, მაგრამ რეალურად რა პროცესები განვითარდება, ამის პროგნოზირება არც ექსპერტებს არ შეუძლიათ და არც თვითონ სახელმწიფოებს, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი ცხელი ვითარებაა, ცხელი წერტილია დღეს ირანი და რა პროცესები განვითარდება, ეს რეალურად ჩვენ არ ვიცით, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ დიდი ალბათობით კონფლიქტი ისევ გაგრძელდება, ვინაიდან ირანი არ იტყვის უარს ბირთვულ იარაღზე, ვინაიდან ეს მას, ასე ვთქვათ, დააკარგვინებს იმ პოზიციებს, რომელიც მას უჭირავს რეგიონში. და ის თუ შეიძლება ერთი წუთით, ბატონო ჩემო, ჩემს მოსაზრებას გეტყვით, რომელიც რა თქმა უნდა დაფუძნებული არის მრავალგზის ნაფიქრზე და ამას არ ჭირდება ახლა დიდი ფიქრი პროგნოზირებას, შესაძლოა შევცდეთ, მაგრამ იცით რა, მოდით არ გამოვრიცხოთ. აქ პოპულიზმი აი ამ ჰამენეის მხრიდან, მათი სულიერი ლიდერების მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ორიენტირებულია ეს ბაქიბუქი და მჯიღების ასე ვთქვათ მკერდზე თავისი მოსახლეობის მიმართ. ეს ძალზე დიდი მასაა. 100 მილიონამდე მოსახლე ყავს ლამის და თქვენ წარმოიდგინეთ გათვლა იმის შესახებ, რომ ის ვისაც სიონისტებს ეძახის, რომ რეალურად იქ რევოლუციური ძვრები უნდა და სურათი, ხო? რასაც ისინი წარმატებით ახორციელებენ ხოლმე, ასე ვთქვათ, იოლად თუ ძნელად, აქ მსგავს ვითარებისგან უნდათ რომ რაღაცა დასხვევა პრევენციები გააკეთონ, თორე ეს ნამდვილად თან იცით, ეს წმინდა, ასე ვთქვათ, სიყალბე, ფსევდოიდეოლოგია იყიდება ამ მოსახლეობაში. იყიდება და რატომ იყიდება, ხომ? ამის ასე ვთქვათ, განხილვა რომ გავაგრძელოთ, შეიძლება შეურაცხყოფაც კი გამოგვივიდეს ჩვენ ამა თუ იმ ეთნოსისა, ხო? ჩვენც არა ვართ კარგ დღეში, ჩვენთან ნაკლები რამ იყიდება, გეგა, თორნიკე? ჩვენთან ნაკლები რამ იყიდება? ასე რომ საკუთარ თვალშიც ვხედავთ ჩვენ დირეს თავისთავად. აი ეს მოდელირებული ვირტუალური სამყარო, რომელსაც ქმნიან მხარეები ომის დასრულების შემდეგ, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი მოსახლეობის გულის მოგებას. და მოდით ისიც ვთქვათ, რომ როდესაც შიდა ასპარეზზე არის ძალიან სერიოზული არეულობა, ყოველთვის ცდილობს მავანი ხელისუფალი იმას, რომ საგარეო საფრთხეებზე გააკეთოს აქცენტი და საგარეო საფრთხეებზე ფოკუსირებით ეცადოს შიდა, ასე ვთქვათ, პროცესების ჩაცხრობას მეტნაკლებად და არც არის გასაკვირი, რომ ირანის სულიერი ლიდერი აცხადებს, რომ ჩვენ ომი მოვიგეთო, ვინაიდან ეს მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება მოსახლეობის გულის მოგებას და ყველა მხარე ცდილობს ისე გააშუქოს ესა თუ ის პერიპეტიები ომში, თითქოს ომს იგებს და აი ამ ომის მოგებასთან დაკავშირებით არის ჩემი შემდეგი ნიუსი. უკრაინის პრეზიდენტის მზაობა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს პირადად შეხვდა, იქ ნატოს სამიტი გაიმართა და იქ შეხვდნენ ერთმანეთს, მათ განიხილეს ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება და უკრაინის მიერ ამერიკული საჰაერო თავდაცვითი სისტემების შეძენის საკითხი, გარდა ამისა ისაუბრეს დრონების ერთობლივად წარმოების პოტენციალზე და ზელენსკი ჯიუტად აცხადებს, რომ ამ ომში ვლადიმერ პუტინი მარცხდება და ამაში ევროპისა და შტატების მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება ფასდაუდებელი როლის შემსრულებელია და ძალიან საინტერესოა ამ ომს უკრაინა იგებს თუ რუსეთი. ნუ სისხლისღვრელი ბრძოლები გრძელდება, რა თქმა უნდა. არსებობს გარკვეული მონაცემები, რომ დაახლოებით 500 მეტრით, კილომეტრით წინ მიიწევს რუსული არმია უკრაინასთან ომში. ასევე უკრაინას აქვს ძალიან სერიოზული ცოცხალი ძალის დეფიციტი. ამას ემატება ის დანგრეული ქალაქები და დანგრეული მხარეები, რომელიც ომის შედეგად განადგურდა და ძალიან ასე ვთქვათ, ღიმილის მონგრელია ზელენსკის განცხადება, რომ ამ ომს უკრაინა იგებს. და რეალურად ამ ყველაფრის დადგენა არის საკმაოდ რთული, მაგრამ
მოდით მე ჩემს მოგზალებულ აზრს გაგიზიარებთ. არ ამგონია რუსეთს ეს კამპანია წამოეწყო და წასულიყო იმაზე, რომ ის ამ ომში დამარცხებულიყო. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი გაცილებით უფრო ძლიერი სახელმწიფოა ვიდრე უკრაინა და ასე რომ ზელენსკის მიერ იმის განცხადება, რომ ამ ომში უკრაინა იგებს, ეს არის რასაკვირველია ღიმილის მონგრელი. არ მინდა ვინმე მიფიქროს, რომ მე ამ ომში თქვათ მაინც და მაინც რუსეთის მხარეს ვარ, პირობითად, მაგრამ ფაქტი სახეზე არის, რომ უკრაინა ამ ომში მარცხდება. აი ეს იყო ის სიახლეები, რაზეც მსურდა თქვენი. დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, ტევადი იყო. ყველა იმ სიახლეს აქ ფორმატი არ გვეყოფა, თუნდაც კი ის ცხელი ამბები, რა თქმა უნდა, თქვენ გააშუქეთ და ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას მეტნაკლებად. ჩემო გეგა, აი ის რასაც აკეთებენ ესენი. ჩვენ ასე ვთქვათ ოფიციოზი. ეს არ არის გაერთიანებისკენ ნაბიჯი. საზოგადოების პოლარიზაციის საწინააღმდეგოდ ეს არამც და არამც არ არის. ეს პირიქით პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია და სწორებაა. სწორედაც. ასე რომ ეს არც ერთსულოვნებას მოასწავებს და არანაირ გაერთიანებას კონკრეტულად. და ამის მრავალი მიზეზი არსებობს და ამ მიზეზებშიც ძალიან კარგად ერკვევი შენ და იქნებ გითხრათ 2-20 სიტყვით თქვენი მოსაზრებები. მოგესალმებით. ჩვენს მაყურებელს და მსმენელს გისურვებთ მშვიდობას, წყალობას და სიმშვიდეს და ნათელ გონებას იმისათვის, რომ გავაცნობიეროთ და გავიაზროთ ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები. ღმერთმა ყოველივე ეს ცხადად დაგვანახოს და გულისხმის ყოფის უნარი მოგცეს, რომ გავარჩიოთ შავი თეთრისაგან და ბნელი ნათლისაგან. აი ამას გისურვებთ ყველას. ეხლა რაც შეეხება იმას, რაზეც ვისაუბრეთ, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მიმდინარე პროცესები, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს და რაშიც აღმოჩნდა ქართული საზოგადოება და ქართველი ერი, მოასწავებს იმას, რომ აი როგორც ეს ქართული ანდაზა არის, რასაც დათესავ იმას მოიმკიო და სახარებისეული საფუძველი აქვს ჩვენს ამ გამონათქვამს. ხო, როდესაც ადამიანი თესავს, ის აუცილებლად იმკის და მთელი ეს პოლიტიკური პროცესი ჩვენ მერმა თესა წლების განმავლობაში არ უსმენდა არავის და არაფერს ამორჩეული ძალიან დიდი ნაწილი და ბრმად ესე ვთქვათ, თუ შეიძლება ეს ასე ითქვას, ეს ცოტა უხეშად შეიძლება გამომდის, მაგრამ ეს ასეა, იყო მინდობილი გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს, პოლიტიკურ ლიდერებს, ადამიანებს, რომლებსაც მათ პიარს უკეთებდნენ გარკვეული ძალები ტელეეთერებიდან და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებიდან, აი ამ პიარისა და პროპაგანდა, აგიტაციის გავლენის ქვეშ მყოფი საზოგადოება მრავალი წლებისა და 10 წლეულების შეიძლება ითქვას განმავლობაში, მე მხოლოდ ესე იგი ბოლო 2012 წლის შემდგომ მოვლენებზე არ მაქვს საუბარი, აი ეს პროცესი, რომელიც აი ბექამ აღნიშნა, რომ 90-იან წლებში იღებს საფუძველსა და სათავეს, აი მაქედან მოყოლებული დღემდე, რაც ითესა დღეს ხდება ამ ყოველივეს მომკა და რა არის ეს რის მომკაც ხდება დღეს ეს არის სრულად დენაციონალიზაციისკენ მიმართული პროცესი იმისკენ რომ საქართველოს იცლება ხდება მე არაერთხელ ვთქვი და კვლავ გავიმეორებ ეთნიკური ჩანაცვლება ანუ ავტოქტონი ქართული ეთნოსის გადინებისა და უცხო თესლის მოსვლისა და დამკვიდრების პროცესი ხდება უკვე სრული დემოკრატიული უკუსულა საქართველოში ხდება უკანონობის სხვადასხვა ფორმების დაკანონება ხდება ქართველი ამომრჩევლის ნებისა და ინტერესების საწინააღმდეგო მიმართული რიგი პროცესები რის წინააღმდეგობის ძალაც კი დღეს უკვე ქართველს თითქმის აღარ აქვს, ანუ ჩვენ თუ გადავხედავთ სოციალურ ქსელებს, მოვისმენთ საზოგადოებაში დამკვიდრებულ მოსაზრებებს, დაველაპარაკებით ადამიანებს, საქართველოს მოსახლეობას, უბრალოდ მოქალაქეებს, ვინც აქტიური არ არიან მეტნაკლებად ამ პოლიტიკურ პროცესებში და უბრალოდ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და ამ ქვეყანაში ყოველდღიურობას ატარებენ, ესე იგი ჩვენ მივედით ძალიან დიდ ნიჰილიზმამდე, უმწეობის განცდამდე, მივედით იქამდე, რომ ძალიან ბევრ ქართველს უკვე აღარ ჯერა იმის, რომ მომავალში რაიმე შეიძლება
შეიცვალოს, რაიმე უკეთესობისკენ გამოსწორდეს და აღარ ჯერა დღეს ქართველი ხალხის ძალიან დიდ ნაწილს, რომ ამ ყველაფერს რაიმეთი შეიძლება დაუპირისპირდეთ. ანუ ეს არის რაღაცა დინებას მიყოლილი უკვე ერი, საზოგადოება, ქართველი ხალხის დიდი ნაწილი მიყვება დინებას, აღარ გამოხატავს დიდ პროტესტს, არსებობენ რაღაც გარკვეული პატარ-პატარა ჯგუფები, რომლებიც იქ დაუშვათ რუსთაველზე პერიოდულად იკრებებიან, ხმაურობენ, მაგრამ ეს საერთო ფონს საერთოდ არ წარმოადგენს. საერთოდ არ გვაძლევს იმ სურათს, რაც რეალობაში დღეს საქართველოში არსებობს. დღეს საქართველოში რეალობაში არსებობს სრული უმწეობისა და ნიჰილიზმის განცდა იმისა, რომ არაფერი უკეთესობისკენ აღარ შეიცვლება და არაფერი უკეთესობის მოკლედ მომავლის პერსპექტივების სრულებით აღარ ჩანს. დღეს ასეთი განცდა და ჩვენ ამ ყველაფერს თვალი უნდა გავუსწოროთ. პოლიტიკოსები გამოდიან და ქართულ ხალხს ატყუებენ, ეუბნებიან, რომ აი თუ ასე იზამ რაღაცა უკეთესობისკენ შეიცვლება, თუ ისე იზამ რაღაც, მაგრამ სინამდვილეში რეალობაში არაფერი უკეთესობისკენ არ იცვლება და არც იმის პერსპექტივა არსებობს, ასე მიწიერ ასპექტში, რომ რაიმე უკეთესობისკენ შეიცვალოს. რეალობაში ვინც ამბობს, რომ ჩემი პოლიტიკური იდეებითა და პოლიტიკური ლოზუნგებით რაიმეს შეიძლება სიკეთისკენ შეიცვალოს, ის იტყუება. არაფერი ასე ვერ და არ გამოსწორდება. ეხლა ვსვამთ კითხვას, რომ რა უნდა მოხდეს იმისათვის, რომ გამოსწორდეს მდგომარეობა და რა შეარსებობს ახლა სრული სასწორკვეთილებისგან ღმერთმა დაგვიფაროს და ამისი არავითარი უფლება ჩვენ არ გაგვაჩნია და არც ამას არ გააჩნია რეალური საფუძველი რომ ჩვენს გქონდეს ოღონდ ამისათვის რომ ჩვენ გავაცნობიეროთ და რა არის გამოსავალი ჯერ მოვლენების სწორად უნდა შევაფასოთ ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ და შემდეგ ვეძებოთ გზები გამოსავლის საპონდელად გამოსავალი ერთადერთია და ჩვენ ეს მეტაფიზიკურად ვიცით რაც არის ზეციური გამოსავალი და რაც არის ჩვენი რწმენა რომ სწორება სასუფეველზე და სწორება შემოქმედზე და მის უსაზღვრო მოწყალებაზე მაგრამ მიწიერ პლანში მიწიერ ასპექტში დღეს ჩვენ ერთადერთი რისი გაკეთება შეგვიძლია გარდა ლოცვისა შრომით ნაწილში ანუ რისი გაკეთება შეგვიძლია ეს არის კვლავ და კვლავ რაზეც ყოველთვის ვაკეთებდით აქცენტს ჩვენი ერთსულოვნება ჩვენი ძალების გამონახვა ერთმანეთით თანადგომაში ურთიერთ დაპირისპირების მაგივრად დიალოგში რომელსაც დღევანდელი პოლიტელიტა კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ახდენს პოლარიზებას და მტრისხატების შექმნით აშინებს საზოგადოებას კვლავ გრძელდება რომ თუ ჩვენ არა ის მოვა რაღაცა გაცოცხლდება მონსტრი რომელიც დღეს საგიჟეთში ყავთ თუ სადაც ფსიქიატრი ეს აპრობირებულია დაუძველდათ ოღონდ ძალზე დაუძველდათ ეს ძალიან დაძველებულია და ვეღარც იმუშავებს იმიტომ რომ ქართველი ხალხი ახლა მიუხედავად იმისა რომ მე ვთქვი ნიჰილიზმში ამეთქი და ნამდვილად არის დიდ ნიჰილიზმში აზროვნების უნარი მეტნაკლებად საბედნიერო დღეს საქართველოში არსებობს ძალიან ბევრი მოაზროვნე და საკმაოდ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანიც ჩვენს ქვეყანაში მადლობა ღმერთს არის აქედან გამომდინარე ისევ და ისევ ვიმეორებ ეს არ არის ცარიერი ლოზუნგი და ცარიერი პათეტიკა სანამ ჩვენ არ შევძლებთ ერთსულოვნების მიღწევას ურთიერთ თანადგომის მიღწევას რეალურ ქმედით ერთობაზე გადასვლას რომელიც გამოხატული იქნება მართლა რეალური მიზან დასახვების ორგანიზებაში რომ ჩვენ დავსახოთ და განვახორციელოთ რეალური სოციალურ-პოლიტიკური ამოცანები, ოღონდ ეს არ უნდა იყოს აი წინა საარჩევნო პოპულისტურ საზღვრებს უნდა გაცდეს, ანუ ქმედითი სახალხო ეროვნული ერთობა და ქმედითი სახალხო ეროვნული დარაზმულობაა მისაღწევი. და ამაში ყველას ჩართულობა, ყველას ურთიერთ თანადგომა და ძალების გამონახვა ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს შემდგომი განვითარებისა და არსებობისათვის ჩვენი ინიციატივაც რომლებიც წინა დღეებში ჩვენ წინა გადაცემებში გავაჟღერეთ რომ საარჩევნოდ გამოგვეხმაურეთ ბეკამაც თქვა და მეც ვსაუბრობდი ამაზე წინა საარჩევნო გამოხმაურებაზე მაქვს საუბარი რომ თქვენს წიაღში გამოირჩიეთ ადამიანები რომლებსაც ჩვენ დავასახელებთ შემდეგ კანდიდატებად ხო ესეც ერთ-ერთი ნაბიჯი იყო აქეთკენ და არის აქეთკენ მიმართული და არა მარტო ეს ანუ დრო არის და ნამდვილად არის მოსული ჟამი იმისა, რომ ჩვენ შევძლოთ გაფართოება როგორც დიდმა ერთობამ არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიებისა და ჯგუფების ირგვლივ, არამედ სახალხო ეროვნული დარაზმულობის ერთობის დრო მოვიდა. ჩვენ უნდა გამოვნახოთ ძალები, ადამიანებმა უნდა ვიპოვოთ, აი მერაბ კოსტავას სიტყვები რომ არის დრო მოვა ხელის ცეცებით დავუწყებთ, აი ზუსტად ეხლა ის დრო მოსული, რომ ჩვენ ხელის ცეცებით უნდა დავუწყოთ ერთმანეთს ძიება, ჩვენ უნდა შევძლოთ გაერთიანება, მიზან დასახვა
ურთიერთ კონსოლიდაცია და შევძლოთ საერთო სახალხო ეროვნული კონცეფციისა და იდეოლოგიის შემუშავება და ჩამოყალიბება, რომელიც შეძლებს განსაზღვროს საქართველოს აწმყო და მომავალი წარსულზე დაფუძნებული. აი ასეთი იდეოლოგიის, ასეთი სოფლ აღქმის, ასეთი საერთო სახალხო ეროვნული კონცეფციის ჩამოყალიბება არ უნდა მოხდეს ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფიდან, რომელიც ხალხს მოუწოდებს, აი მე რა კარგი იდეა მაქვს და მოდი არა, ეს უნდა იყოს საერთო სახალხო დარაზმულობა, ეს უნდა იყოს საერთო სახალხო ეროვნული კონსოლიდაცია და თითოეული ადამიანი, თითოეული მოქალაქე ვალდებულია ქმედითად იყოს ჩართული ამ პროცესში, ქმედითად მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში და თითოეულმა ჩვენგანმა ვიპოვოთ ერთმანეთი, გავაძლიეროთ ერთმანეთი, ერთმანეთის სისუსტეებს შევეშველოთ და შევძლოთ ერთიანი საერთო იდეის ფორმირება და მიზანის დასახვა, რომელსაც მე ერთობლივი ძალებით განვახორციელებთ. თუ ჩვენ ეს ვერ შევძელით, ჩვენ ვიმყოფებით დიდი საერთო სახალხო ეროვნული კრახისა და ფიასკოს წინაშე, რაც ძალიან მალე ჩვენ დაგვიდგება და რომლის დადგომაც არის გარდაუვალი. თავისთავად, კი ბატონო, ერთი რამ მინდა მეგობრებს, ჩვენს ტელემაყურებლებს, ასე ვთქვათ, არაკორექტივად, არამედ აი დამატებით ახსნა განმარტებად შევთავაზო. გეგამ როგორც ახსენა აღნიშნა და მეც არაერთ გზის აგვიღნიშნავს ხომ წინა გადაცემებში რომ ჩვენ თქვენ მოსახლეობამ გამოკვეთეთ თქვენ შორის ლიდერი აქ მრავალ კითხვას გაჩნდა მრავალ კითხვასთან ერთად ჩვენ პირად საუბრებში შევედით ადამიანებთან და პირადად დაგვისვეს კითხვები და მინდა რომ ძალიან მოკლედ გიპასუხოთ ყველას ვისაც ახლა ამ ეტაპზე დაუშვათ დარეკვის ასე ვთქვათ შესაძლებლობა არ აქვს ეთერში რადგან ეს ეთერი ასეთია და ამაზე უნდა მოგვიტევოთ თორე ჩვენ ზარებიც არ გვაკლია ხოლმე პირდაპირ ეთერებში ხო და რომ რა მინდა გითხრათ იცით ჩვენ არჩევნებში აპრიორი ეს რაც არ უნდა იყოს რომ ოღონდ არჩევნები იყოს და მონაწილეობა მივიღოთ ჩვენ ასეთი მდარე პოლიტიკური ერთობა არა ვართ. ასეთი მიდგომა არასდროს არ ახასიათებდა და არც მომავალში არ ექნება ამ ეროვნულ პოლიტიკურ გუნდს. ჩვენ შესაძლოა საერთოდაც არ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. გაჩნია, აქ რა ვითარება იქნება საქართველოში. ის ვითარება თუ აქ აზრი არ ექნა ბრძოლის და უკომპრომისო ბრძოლის შედეგებიც კი წინასწარ ლიკვიდირებული ექნა პატივცემულ ოფიციოს და მართლაც დიქტატურა ზენიტში აიყვანა რომელ არჩევნებზეა საუბარი არჩევნები არჩევნებისთვის არა ბატონებო ჩვენო თანამემამულენო ჩვენ უბრალოდ ლაშქარი როგორც ასეთი ჩვენი სახალხო ლაშქარი დავარქვათ ასე სიმბოლურად უნდა გვყავდეს განწყობის და მზადყოფნაში რომ რაც არ უნდა იყოს ჩვენ არჩევნებში საბრძოლველადაც მზადავართ და ყველა ფორმატში საბრძოლველად რა თქმა უნდა ვისაც სურს ახლა აქ გაიგონოს იარაღი და აკვალიფიციროს ჩემს გამოთქმაში და ესე გაიგონოს ჩვენ აბუ ამირ ეჯიბს კითხეს რომ იარაღს ატარებთო და იარაღი მე თვითონ ვარო უთხრა და ჩვენი იარაღი ჩვენი სიმართლეა, ჩვენი იდეოლოგია და ჩვენი პოზიცია და რაც შეეხება იმ სახალხო ლაშქარს, ჩვენ ძალიან საინტერესო გადაცემა გვექნება მეორე ნაწილში და ძალზედ საინტერესო პიროვნება ჩვენი მეგობარი ღვაწლმოსილი ბევრი საკითხით ამას შემდეგ წარვადგენთ ჩვენ მეორე გადაცემისას ძალიან საინტერესო იდეით, რაზეც ნაბრძოლები აქვს და ნაღვაწი თვითონ კონკრეტულად და არა მხოლოდ თვითონ ბრძანებს შემდეგ ბატონ გენოცავაზეა საუბარი, რომელიც ესპანეთიდან ჩაგვირთვება ჩვენ და ამას ჩვენ მეორე გადაცემაში წარვადგენთ. რა თქმა უნდა, კი, ეხლა ამის შემდეგ 9 წუთი გვჩება ამ გადაცემაში და გვექნება 10 წუთიანი შესვენება და შემდეგ რა თქმა უნდა, მცირე ალბათ 1-2 წუთიანი შესავლის შემდეგ ბატონი გენო პირდაპირ ეთერში შემოგწამდა. მე სწორედ იმიტომ აი მე როდესაც ეხლა მე საუბრობდი ბექამი საუბრა გაშალა, მაგრამ მე გულისხმის ყოფა ეს ქონა, ანუ მიზანი, რატომაც მე ერთობაზე და ერთსულოვნებაზე გავამახვილე აქცენტი სწორედ და ჩვენს თითოეულის ქმედის ჩართულობაზე ნამდვილად ის იყო, რაც ბექამ მოგახსენდა
მოგახსენათ, რაზეც გენოციდაა ისაუბრებს. მოკლედ, თუ ჩვენ არ შევძელით ერთსულოვნება, თუ ჩვენ არ შევძელით ერთობლივი საზოგადოებრივი მიზან დასახვა, ერთი იდეის გარშემო გაერთიანება, თუ ჩვენ არ შევდეგით ერთიან, ძლიერ მონოლითურ, იდეურად მტკიცე ერთობად და ძალად, ჩვენ აღმოჩნდებით ვიმეორებ კრახისა და ფიასკოს წინაშე და ჩვენ გვაქვს გზების დასახული, ჩვენ გვაქვს იდეები, თუ როგორ უნდა შევძლოთ ეს დიდი სახალხო ეროვნული ერთობის მიღწევა და ვამბობთ და ვიმეორებთ. ამის გარეშე, ამ ერთსულოვნებისა და ერთობლივი ბრძოლის გარეშე ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირი მომავლის პერსპექტივას. გეთანხმები, გეგა, იქნებ თორნიკემ გააკეთოს ერთ რამეზე კომენტარი. აი, ერთი წუთით რა, რაზეც მინდა და დღეს ახალგაზრდებს, აი, იცით ძალიან კარგად და იცის ტელემაყურებელმა, ადვოკატირების უფლება ჩამოართვეს მის ადვოკატებს. კონკრეტულად, რომლებიც თავიდან ბოლომდე ეცნობოდნენ მათ საქმეთ და რა თქმა უნდა, აქ დიდი საქმეები, ოქმებია მოსმენილი და იციან ადამიანებმა დასაწყისიდან დღემდე რა გზა განვლო ამ ასე ვთქვათ ფსევდო სასამართლო მართვსაჯულებამ შეიძლება ასე ვთქვათ, ხო? და ეხლა სახაზინო ადვოკატები დაუწესეს გეგა. ეს ძალიან ცუდი ფაქტია. ეს კონკრეტულად ყველა ნაბიჯს იქითკენ დგავთ. ეს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მესმის რომ კრიტიკას არც მოელის, კრიტიკას არც სურს და იმიტომ არ სურს რომ ვერანაირ კრიტიკას აბსოლუტურად ვერ უძლებს ის რაც თქვენ სინდისის მართლა პოლიტპატიმრებს განაეგრეთ წოდებულს ბატონებო. თქვენ პოლიტპატიმრები ყავდათ და ყავდით მაშინ როცა ჩვენ ჭრელაჭრულებს ვებრძოდით, გამოვიყენებ ამ სიტყვას და გვაპატიმრებდით, რამე თუ გსურდათ ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა, როცა უნდოდა და რაც უნდოდა და გაეკეთე როგორც ასე ვთქვათ დააპირებდნენ ისე წაებილწათ, აი ამ ასე ვთქვათ აღვახსნილი და მართლაც ძალიან გარყვნილ ცხოვრებ ადამიანებს, პერვერტებს, მათგან მაშინ გაწყობდათ ეს თქვენს ჯიბეს აწყობდა. ეხლა თქვენს ჯიბეს სხვაგვარად აწყობს, მაგრამ დღესაც აკავთ პოლიტპატიმრები. იცით? დღესაც ყავთ პოლიტპატიმრები, რამე თუ მათ საწინააღმდეგო აზრი გააჩნიათ თქვენი მმართველობის მიმართ. იქნებ გააგრძელოთ თორნიკე. მე მინდა გამოვეხმაურო გეგას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პატრიოტთა ალიანსი და მისი ქოლგის ქვეშ მყოფი ორგანიზაციები და პარტიები უცხადებენ საზოგადოებას ნდობას და ასე ვთქვათ, გამოხატავენ თავიანთ კეთილგანწყობას საზოგადოების თითოეული წევრის მიმართ და თავად საზოგადოებამ უნდა გამოირჩიოს საკუთარი წიაღიდან ის მამულიშვილები, ის ერისკაცები, ის მოქალაქეები, რომლებიც ასე ვთქვათ, შეძლებენ საკუთარი რეგიონის თუ ქალაქის თუ რაიონის ინტერესების დაცვას საკრებულოებსა და მუნიციპალიტეტებში და ასე შემდეგ. და ეს ინიციატივა, რასაკვირველია, უნდა იქნას სწორად გაგებული და სწორად გააზრებული საზოგადოების მხრიდან, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ იმ ასე ვთქვათ ყალიბის პარტია და იმ ყალიბის ზალა, რომელიც მიდის ამომრჩეველთან და ეუბნება, რომ მაინც და მაინც ჩემი მიერ დასახელებული კანდიდატი აირჩიე. პირიქით, ჩვენ ვთავაზობთ, რომ მათ გამოირჩიონ და თავად შესთავაზონ ეს კანდიდატურა ჩვენს პოლიტიკურ ერთობას. შესაბამისად, აი ეს ინიციატივა სწორად უნდა იყოს გააზრებული საზოგადოების მიერ და სწორედ მათი ძალისხმევით უნდა მოხდეს ასეთი ადამიანების, ასე ვთქვათ, გამორჩევა მათი წიაღიდან. რა თქმა უნდა, რაც შეეხება ახლა უშუალოდ იმ საკითხს, რამდენად ღირს არჩევნებში მონაწილეობა, ამას ჩვენ დავაკვირდებით, ვნახოთ პროცესი როგორ განვითარდება, შეიძლება საერთოდ ისეთ აბსურდულ პროცესამდე მივიდეთ, რომ არჩევნებს საერთოდ ყველანაირი აზრი დაეკარგოს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ პოლიტიკური პარტია არსებობს იმისთვის, რათა მან მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, საზოგადოებას წარუდგინოს თავისი გეგმა თუ როგორ ესახება ამა თუ იმ პროცესის განვითარება და ამა თუ იმ სფეროს სრულყოფა და განვითარება, მაგრამ ბუნებრივია, რომ ასე ვთქვათ, მოკლედ ჩვენ მზადყოფნას ვაცხადებთ. ბუნებრივია, რომ ასე ვთქვათ,
ჩვენი პოლიტიკური ერთობა არ იბრძვის მანდატებისთვის, ჩვენი პოლიტიკური ერთობა იბრძვის იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები და ქართული ხალხის ინტერესები იქნას დაცული და სწორედ ამიტომ განიხილავს არჩევნებში მონაწილეობას. თორემ არჩევნებამდე თუ მიაღწევს საერთოდ ეს სახელმწიფო, ამას ჩვენ დავინახავთ, რა მოხდება მომავალში. ჩვენ ვაცხადებთ მზადყოფნას, ველოდებით პროცესების განვითარებას, ვერთიანდებით და ვაყალიბებთ ჩვენს გუნდს, რომელიც ნებისმიერ პროცესის მიმართ იქნება ადეკვატური. რა იქნება რა დროს საჭირო და რის მიმართ როგორ უნდა გაახდეს ჩვენი ადეკვატური მოქმედებები საჭირო, ამას დრო და გარემოებები დაგვანახებს ჩვენ. გასაღებად ითქვა მოსახლეობამ, საზოგადოებამ სწორად შეაფასა და შეაფასებს. ერთი რამ გამახსენდა, იცით, მეგობრებო. რომ ახლა მრავალი თავის მოტყუებით არის დღეს დაკავებული, რამე თუ ესე აწყობს. ზოგიერთნი მართლა ბრიყულ დღეში და დაბკოლებულნი არიან მავანთა და მავანთაგან. მრავალი სეგმენტი გაიშალა სამწუხაროდ. მე რომ ვთქვი, რომ აქ პოლიტიკური ნაგავიც იყიდება, სწორედ ამის მიმანიშნებელიც იყო, საუბედუროთ ამას ძალიან დიდი წუხილით ვამბობ. ოტია იოსელიანი ბრძანებდა ესე. გავიხსენოთ, კაცი ერთხელ რომ მოგატყუებსო, ისო რა თქმა უნდა არ არისო შენი ბრალიო, კაცი ხარო, ადამიანი ხარო და ენდეო და ასე ვთქვათ, დობა გამოუცხადეო კაცო და გიმუხთლა. მეორედაც იგივე პიროვნება რომ მოგატყუებსო, იგივე ადამიანიო, ხო? მარტო იმის ბრალი აღარ არისო. უკვე იქ შენი ბრალეულობაც არის, მაგრამ მესამედ და მეოთხედ მოგატყუებსო, მაშინო ან ბრიყვი ხარო, შედალოცვილო და ასე ვთქვათ, ვერ ხვდები რა შეა საქმე და უბრალოდ თავს კი არ ატყუებინებ. რეალურად აი ასეთი სიბრიყვე გჭირსო. ან ძალზედ დიდი კონფორმისტი ხარო და მამაძაღლი ხარო, შეიძლება ეს სიტყვაც იხმარა, მაშინ ოტია იოსელიანმა ის უფრო საკმაოდ მოხდენილად იტყო და ამ სიტყვას და გაწყობს რომ გატყუებენო, გესმით? და აი ასეთი კატეგორიებმა იმატა საქართველოში. მე ასეთ კატეგორიებსაც უსურებ ღვთისწყალობას. დღეს ანთიმოზ ივერიელის წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეა. მე მიულოცავ სრულიად საქრისტიანოს სამართლმადიდებლოს ჩვენს ქვეყანას, ჩემო თანამემამულენო, შეგვეწიოს დიდი წმინდანი, დღეს ხსენებულნი, თუ დღეს დაბადებულნი, თუ დღეს აღსრულებულნი. ამინ. ჩვენ 10 წუთში დაგიბრუნდებით ძალიან ძალზედ საინტერესო თემით და არ გადართოთ, დარჩით ობიექტივის არხთან.